მოგესალმებით Echo Chamber სტუდიიდან დღეს ყავს საოცრად კარგი სტუმარი, food blogger Keto Buachidze. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა რომ გვეწვიე. მადლობა თქვენ მოწვევისთვის, მიხარია რომ აქ ვარ. გამარჯობა. სანდრო და ჩვენი ჟუჟუც აქ არის დღეს ჩვენთან ერთად წაიყვას გადაცემას. განსაკუთრებით. Keto, პირველ რიგში გითხარი რანაირად შეგიძლია ესეთ გემრიელი საჭმელების კეთება. ესე იგი, ეკრანიდან მოგინდება პირდაპირ ყველაფრის მირთმევა. მადლობა, დიდი კომპლიმენტია. თუმცა ამას მუშაობა ჭირდება ჩემი აზრით და ნელ-ნელა, რადგან მიყვარდა ეს სფერო, გამოვიმუშავე, ასე ვთქვათ. თან ახლა ასაკს არ ვიკითხავ, რადგან არ კითხულობენ, მაგრამ აშკარად ასაკი დიდი არ ახარ და კარგი, მოდი Keto, პირველად დავიწყოთ კითხვებით, პირადი კითხვები მაქვს შენთან რამდენიმე და ძალიან მაინტერესებს რაღაცები. მაგალითად, პირველი, აი თუ გახსოვს, როგორ დაიწყე საერთოდ აი ამ კონტენტის კეთება? ალბათ საერთოდ ფოლოვერები არ ყავდა, არაფერი და აი რაღაცა უცებ გადაწყვეტე ადაკი და დაიწყე საჭმლის კონტენტის კეთება. აი რა მოგაფიქრებინა, რატო, როგორ, რანაირად მოკლედ მოგვიყევი? ზოგადად ძალიან მიყვარდა კულინარია, ყოველთვის ბავშვობიდან, ცომში ვყოფდი ხოლმე ხელებს და მოკლედ ბებო ყავდა, ძალიან ყავს მართლა კარგად გვიმყოფ. ყავს ძალიან კარგი კულინარი, მამიდაც, ასე ვთქვათ, მამის მხრიდან მოკლედ ძალიან და მათგან ვისწავლე ბავშვობიდან ყველაფერი და ძალიან მიყვარდა და რაღაცნაირად აი სულ მეც შემდეგ რომ წამოვიზარდე, ვამზადებდი მათი რეცეპტებითაც შემდეგ ჩემი რაღაცები მივამატე ეს რაღაცა და შემდეგ სულ მეკითხებოდნენ ხოლმე რეცეპტებს, აი რაღაცა ჩემთან რომ მოდიოდნენ ხოლმე სტუმრები, რომ აი ეს როგორ გააკეთე, ეს როგორ და რაღაცნაირად მინდოდა რომ უფრო ფართო აუდიტორიისთვის გამეზიარებინა და თან სიმართლე გითხრათ მეშინოდა, მაგრამ რაღაცნაირად გავაკეთე, ოღონდ პანდემიამ გამაკეთებინა, პანდემიის დროს და მე მგონი ბევრმა გააკეთა მაგ პერიოდში და უფრო წინ წამოვიდა ეს food bloggerები საკმაოდ ბევრი ყავს საქართველოში და ძალიან კარგია ყველა, რასაც ვუყურებ, არ ვიცი. ყველას თავისი რაღაც ნიშა აქვს, ხო, მაგრამ ყველა კარგია. კი. ხო და პანდემიისას რაღაცნაირად თითქოს არ იყო უფრო ეს ინტერნეტშიც რაღაც ნაკლებად მოსაძიებელი იყო ეს რეცეპტების მრავალფეროვნება არ იყო და გადავწყვიტე. თავიდან მახსოვს რომ დავიწყე ფოტოებით და ფოტოს ვდებდი მომზადებულის, ვიდეოს გადაღების აზრზე არ ვიყავი და ფოტოს ვდებდი მომზადებულის და შემდეგ ვაწერდი რეცეპტს. და რაღაცა მე მივხვდი რომ ვიდეოც საჭირო იყო და შემდეგ გადავედით ვიდეოებზე. ესე იგი პირველი ვიდეო თუ გახსოვს შენი? მახსოვს რა კერძი იყო მოგვიყევი? რა კერძი. მომშივდო უკვე. მეგრული კვერები იყო, თუ არ ვცდები ყველა მკვერებს ეძახიან, სანდრო გვითხარი, იცი? აბა რა არის, რა შედის, რის გამზადდება? მეგრული კვერი? აბა რის გამზადდება? კვერი გამიგია. გაგიგია რა ვიცი? აი მოხარშულები ვარ მგვალები. ხელი, შიგნით ყველი აქვს მხოლოდ. აუ, იმ დღეს რომ ჭამეთ მეგრულს. ვარენიკი ან რავი, კვერი ქვია რა, ვარენიკი ისეთი სახენია რა. არ არის ეგეთი რაღაც ხვენერი. მგვალია და ის არ აქვს ვარენიკი. ერთ-ერთ რესტორანში ვიყავი მეგრულში. ფორმას არ აქვს ნიშნობა, ყვენი და ცომი რა, რავი. ხო, ყვენი და ცომი. ხინკანი ყვენის რო წარმოიდგინო. არა, ეს კიდევ უფრო კი, ვიცი, სხვა არის, მაგრამ ეგა და ახლობით ეგ არის რა. და მოეწონა გადაირია ხალხი. კი, სხვათა შორის წამოვიდა მაკედონის და მქონდა ძალიან კარგი ნახვები, მაგრამ არც შტატივი მქონდა, არც განათებაზე ხო ზედმეტია საუბარი და ტელეფონი მქონდა დამაგრებული, აი სამზარეულოს ყარადას რომ გამოუაღებდეს ზევიდა როდა და აი ეგრე დაახლოებით და თან მახსოვს ის მქონდა რა ქვია ლაკი მესვა შავი და მაღაზე წამოვიდა ძალიან დიდი ჰეითი. მე მივხვდი რომ ვიდეოს გადაღებას მარტო ის ტელეფონის დადება არ ბევრი რაღაცა უნდა. მაგრამ ჰეითიც რომ მოდის არც ეგ არ არის ხოლმე ხშირად ცუდი. მე ნახვები მოყვება, engagement-ი მოყვება და ვინც საჭიროა ისიც გლახავს მასე, ასე რომ ცუდი არ არის. ისე პრინციპში პანდემიის დროს მეც მახსოვს რომ სანდრომაც რაღაც მაგ პერიოდში დაიწყო და ზარ არისო, არც food bloggerები იყვნენ, არც სანდროს სფეროს დიდად ხალხი იყო, არც ფიტნესის ხალხი, არც ნუტრიციოლოგიის ხალხი, არავინ ესე, რაღაც საქართველოში ესე მოიხოდა ბოდიში, ეს Instagram, მაკედონ დაიწყო რაღაცა. თითქოს
რაღაც უნდა და ხალხს ფიქრობდა და აი მაგ დროს გაბედა ყველამ და ალბათ, დაიწყო. ხო, რა ვაკეთო. რაღაცა ისე დაემთხვა უცნაურად რა, რომ ზოგს უსაქმრობამ დააწყებინა, ზოგს პირიქით საქმე, ანუ თვით გადარჩენისთვის სამსახურები დაკარგა უამრავმა ადამიანმა და ნუ ასე შემდეგ. ისე ქეთო შენი ეხლა მივხვდი კითხვებში არ მიწერია ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ორი. პირველი, შენი ქართულიდან რომელი კუთხის სამზარეულო მოგწონს ყველაზე მეტად? მეგრული და იმერული. იმერელი ვარ მე, მაგრამ აი იმერული რა არის მითხარი? ხაჭაპური და ფხალეული, მჭადი ყველი. ხალხს ყველა ლობი ვარ რაჭული, ხო? ნიგზიანებია მეგრულიც არა? ანუ მეგრელებიც აკეთებენ კი, მაგრამ ვითომ თვლიან რომ აი ფხლის ხალხს აწერენ იმერეთს, არა და ყველგან აკეთებენ ხალხს, ყველგან აკეთებენ, როგორც ვიცი და მეგრული მეც მიყვარს, სანდრას არ უყვარს მეგრული სამზარეულოს. მე კახურს ვანიჭებ უკვე. იმიტომ რომ ხორცია ნაკლები. ხორცი მწვადი კაბაბი რაც გინდა, ანუ ხორცი რო უფრო მიყვარს რა. აი მეგრული მე მიყვარს ჩემი ყველაზე საყვარელი საჭმელი არის ქართული კერძებიდან საცივი. საცივიც. ანუ აი საცივზე რა მემარდება არის, ჩემი საუზმეზე, სადილზე, ვახშამზე მარტო ეგ ვჭამო და მე ყველი ჭადი და ლობიოც ძალიან მიყვარს, მაგრამ ხშირად არ ვჭამ ხო. კარგი, ეს ქართულში და ზოგადად აი აზიური ძალიან მიყვარს და კიდევ იტალიურს გამოვარჩევდი უფრო, ხო? ხო, იტალიურ ვის არ უყვარს? ვის არ უყვარს? იტალიური ნამდვილად. კაი. კარგი. ესე იგი ჯუჟუ ცოტა გვაფერხებს ხოლმე შეკადაშეკ, მაგრამ არა უშავს. დამტოვებელი არ ყავდა და ფაქტობრივად ჩვენი მეორე შვილია. ასე რომ ჯუჟუ მშვიდად იყავი და გავაგზავნე ჩაწერა. ყველაფერი კარგად არის. თუ გახსოვს რომელ ვიდეოზე, რომელი კერძის ვიდეოზე, თუ კერძი იყო, არ ვიცი, ჰქონდა აი ყველაზე ბევრი რეაქცია, ესე არ მინდა, აი შენთან რომ დაგამახსოვრ და რაღაც ხალხს რო განსაკუთრებულად მოეწონა და რაღაცა განსაკუთრებული ვიდეო? ხო, აი რა. ხო, შენც არ გახსოვს, მაგრამ აი რაღაცა კერძი. მაგალითად, აი ფუტბლოგერებს რო უყურებ, ხოლმე ხანდახან ისე მიკვირს, ახლა კონკრეტულად შენთან არ მახსოვს და არც სახელებით სხვების არ მახსოვს, მაგრამ აი ვიღაცა რა შემხვედრი, აი რო პინავენ ხოლმე რა რაღაცა კერძს და აი ყველაზე მეტი ნახვა აქვს, აი ყველაზე მარტი, აი შეიძლება კიტრი პომიდორის სალათას ქონდეს რაღაცა მილიონობით ნახვა. ვებხსნი რატო ხოლმე? კი, აი ხა ვერ ვიხსენებდი და აპინულზე გამახსენდა და რა მაქაპი. სხვა შორის ისა რა ქვია დაახლოებით ალბათ 2 წელიც გავიდა უშაქრო ბრაუნი გავაკეთე და ეგ უშაქრო ბრაუნი ისე გავარდა მე მგონი 3 მილიონი ნახვა. აი უშაქრო უფქვილოს რო ახსენებ და თან კიდე შოკოლადიანი და რო გადმოდის რაღაცა. ხედავ, ესე იგი მაინც ჯანსაღი კიდე მაინც რაღაცა ანუ სტანდარტული და იქიდან რო რაღაც გადახოვა იქნება ეგ. ძალიან საინტერესო არის ხო ეს მე გეუბნები მახსოვს რატომღაც ეს კიტრი პომიდორის სალათა მაქვს ჩარჩენილი ვიღაცა ფუდბლოგერთან მაგ შევხვდი კიტრი პომიდორის სალათა მე მგონი ნიგზით იყო ხო მე მგონი და ეგეც ძალიან შეიძლება შენ იყავი არ მახსოვს ნამდვილად ბუნებაში ხო არ იყო გადაღებული აუ არ მახსოვს ესე არ მახსოვს უბრალოდ მახსოვს ვი ვფიქრობდი რატო შეიძლება კიტრი აი რაღაცა რო გააკეთო საოცრება აი ხა ეს ბრაუნი უფრო მესმის რაღაც უშაქრო უფქვილო თან გემრიელა თან კიტრი პომიდორის სალათა აი რაღაც უცნაურია ხო პომიდორი მქონდა ნიგზით გადაღებული ხარაგაულში სოფელი მაქვს და შეიძლება ვიზუალი იყო რაღაც სხვანაირი და აი რაღაცა ნიგზით თუ არის აი უეჭველი ვარდება და ქართული თუ არის მით უმეტად აი უფრო უცხო კერძებს ვერ ეგუება აუდიტორია ანუ ქართული უფრო მოწონთ ხო? ქართული უფრო მოწონთ. ნუ ჩემ აუდიტორიას ყოველ შემთხვევაში. და თან ალბათ ისაა რა, ანუ რაცაც ყოველდღიურობაში აკეთებს, ნაცნობია და მოდი აბა რაღაცა იქნებ მამას ხვანაერად იცის და რაღაც ყოველდღე ვაკეთებ უკვე მომბეზდა და ცოტა სხვა რაღაცა პატარა ცვნება და იქნებ სხვა გემოსი იყოს და აი აინტერესებს და ცდიან ალბათ და მაგიტო. და თუ მოეწონა მე უზიარებს ხოს და ეგ არის. ალბათ იცი რა არის ხო მეც მიყვარს ქართული საბზარეულო რაღა დაგიმალოთ. ხო აი რა ვიღაცას რო ედოს რა და კიტრი და პომიდორი როგორ შენობა ნიგზით ანუ უნიგზოთ რაღაც კახური ზეთით ან რაღაც და ვიღაცას კიტრი და პომიდორი რაღაცი და დაგაინტერესებს ეგრევე მოგინდება. შენ თვითონ რო ვფიქრე ხე როგორ გავაკეთო სხვანაირად ვიღაცას რო უდებს ეგრევე გააკეთებ.
ხო, თან ძალიან ისეთი ფუდბლოგერები ყავს, ძალიან ლამაზად იღებენ, კარგად, საუბარიც კარგად გამოსდით და მაგიტო ძალიან პოპულარულები არიან და ქართველებს ძალიან უყვარს ჭამა. აი ჭამა ყველას უყვარს, ქართველებსაც მათ შორის თუ ყველაზე მეტად არა, ხანდახან ეგრე მგონია ხო. მე ჩემია თამამათქვა. შენი გამოცდილება. ჭამა არის, ხო რა, ანუ თითქმის ყველა 99% ადამიანის ტოპ 3 სიამოვნებებში ჭამა არის სულ რა. ანუ ტოპ 3-ში ყოველთვის. ნებისმიერ რაც კი რამე სიამოვნების წყარო შენობა არსებობდეს, ჭამა ტოპ 3-ში 99%-ს აქვს. ესე იგი აქვე ჩემ მეორე კითხვაზე თითქმის პასუხი ვიცი, ხალხი ყველაზე ხშირად რას გთხოვს, აი რა გააკეთო, ან რეცეპტი ასე შემდეგ, ასევე ქართული სამზარეულოდან მოდის ალბათ. ქართულ სამზარეულოს ძირითადად და რაღაც ნაცნობ რაღაცებს და მით უმეტეს ძველი ნამცხრები თუ არის და არის რაღაც ისეთი სახელები რო ქვია. ძველმოდური. ობამა და მედოკი, ობამა, ზანგის ღიმი. თვრალი ალუბალი. შენ არ გაგიგი. ზანგის ღიმი არ გამიგია რა. მე ტკბნეუნი დიდათ არ მეყვარს, მაგრამ არც ვინმეს რა ვიცი, რა 6000 კაცი არავის არ უწევს. ოპიუმი იყო კიდე რაღაც. ხშირად ვეკითხებ რა ტკბნეუნი რა გიყვარს შოკოლადი რაღაც ნამცხრებიც აი იდეან რაღაცები უთქვამს, მაგრამ ზანგი ჩამის რაღაც. ხო, იშვიათად ამზადებენ, აი ძველი რეცეპტები რო არის ხოლმე ბებოს წიგნაკებში შემონახული, ესე ვთქვათ რა. და უფრო ძველმა ადამიანებმა რო იციან, ცოტა უფრო ხნიერებმა. ხო და ძირთადად ესეთ რაღაცებს ითხოვენ და კიდე უფრო აი ყოველდღიურს, აი ყოველდღიურად რა მოვამზადო idეები აინტერესებს. მაი ეგ თქვი რა, ყოველდღიურობაში ასაც ამზადებს, იმის ცოტა მრავალფეროვნება უკვე საინტერესოა ხალხისთვის რა. და აი ამ ბოლო დროს დავიწყე აი ისეთი ვიდეოს გაკეთება, აი რეცეპტი კი არ არის კონკრეტულად შეგნი, აი დღეს სადილის idეებს მოგაწვდით მაგალითად და სახლში რასაც მოვამზადებ სახლისთვის, მაგალითად, ვამბობ, რომ აი 3 კერძი მოვამზადე პირველი ეს, მეორე ეს, მესამე ეს და რაღაც idეებს ვაწვდით, რაღაც ძალიან ისარი ხო რა და. პრინციპში ძალიან კარგი არის, ნუ აი ნამდვილად ძალიან კარგი არის, ესე ყოველდღიური ვინც სახლში არის და რაღაც ახალი კერძების ხო, ხან გიჭირს მოფიქრება რა, დღეს რაღა გავაკეთო ხო. აი სანდროს მაგალითად მე გირჩევდი ხორციან კერძებს მიაწევი. სანდროს გირჩევს სულ ხორციან კერძებს. და ესე იგი დესერტებზე უფრო მოდის ხოლმე მოთხოვნა თუ მარილიან საკვებზე? რავი, ესე ვერ გამოვარჩევდი სიმართლე გითხრათ. აი მე მაგალითად მარილიანი უფრო აი აჯაფსანდალი უფრო მომხვდება და მომინდება, ვიდრე ნებისმიერ დესერტი მაგალითად. ხო, ნუ მეც კი. ანუ შენ კითხვა რომ მქონდა ეგ ცოტა ტკბილი თუ მარილიანი კი ნამდვილად მეც ესე მგონია. და ახლა სანდროსთვისაც საინტერესო კითხვა დავსვათ, შენი აზრით მაინტერესებს და შენითაც პრინციპში გემრიელი, ანუ აი გემრიელს რო გამზადებ, აი გემრიელი გამოგივიდა, ჯანსაღია თუ არა ჯანსაღია? შეიძლება გემრიელი ორივე იყოს. კი, ჯანსაღიც და გემრიელიც კერძი. თუმცა აი ბალანსი უნდა დაიჭირო ალბათ. აუცილებელი არ არის რომ რაღაცა აუცილებლად ძალიან ბევრ ცხიმში. აი რამე კერძი მითხარი, ეხლა რომელიც გუცებ გაგახსენდება, რომელსაც ცხიმი რეალურად ჭირდება. აი ცხიმის გარეშე ვერ ვიზამთ რა, ვერ გავაკეთებთ. ქართული სამზარეულოდან ალბათ უკეთესი არის თუ ეგეთი რამე გაგახსენდა. რავი, ალბათ ჩაშუშული. ჩაშუშული, აი კი ბატონო, ნამდვილად და ჩაშუშული. ნამდვილად ჭირდება ხორცსაც და თვითონ წვენსაც ცურათს. თვითონ ხახვის მოთუშის დროსაც აუცილებლად. იმიტომ მე ხა ჩაშუშული არ მიყვარს, მაგრამ მახსოვს ხოლმე, რომ მოდის ეს დიდ ქართულ სუფრებზე რომ მოდის ეს ფენებად რო ალაგებენ ხოლმე. ტივებს ხო, ანუ თაბეჭდილება მჩება, რომ აი ამის ჭამა არის რაღა არ ვიცი როგორ. აი ეგ შეგვიძლია ესე გავაკეთოთ, რომ აი მაინც გემრიელი იყოს და აი ეს საოცრება არ ხდებოდეს. ხო, აი შეგვიძლია მე მაგალითად ეგეთი ძალიან ცხიმიანი არ მიყვარს, მაგრამ ნუ ზომიერად უნდა იყოს ზოგისთვის ის რაღაც რაც ტიპებს ეგეც მისაღებია. ჩემი აზრით კი არა და ანუ ზედმეტად ცხიმი, ანუ რაც მეტი ცხიმი ექნება, უფრო კარგი გემო ექნება საერთოდ ამის. ანუ აიგრო ტიპებს, ვიცი, მე მგონია რომ უმეტესობა ადამიანისთვის ნაკლებად რო კონდეს, უფრო ეგემრიენებოდა რა. აი ძალიან ყვითენი და ბუბუშტებად რო აქ ისენი. სხვადასხვა წინა რამდენიმე ეპიზოდის წინ ყავდა დიმიტრი რჩეულიშვილი.
და მას ვკითხეთ დიმიტრის კარგად ერკვევა ნუტრიციაშიც და ასე შემდეგ და ამიტომ უფრო სხვა საუბრები გვქონდა და კერძების კალორიულობა და ასე შემდეგ და გითხრა რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაღალკალორიული კერძი არის ჩინური კერძები, რადგან ბევრ ცხიმში ტივტივებს. და ეხაც რომ ახსენდება, აი ეს ყვითელი ფენები მანდაც მხდება ხოლმე, თუმცა მან თითქოს ცოტა უფრო გემრიელია, ალბათ რაღაც შაქარსაც თითქოს არ ჩანს თუ რაღაცა უფრო შეჭამხო. მაგან ეგ ცხიმი соуში გადის თან აი სოიო რაღაცა შავი ფერის соуსი ურევია და აი ისე გამოდის რომ აი ცალკე ცხიმი და რაღაც იმათ არჩება რა მაგრამ სანდროც აკეთებს ხოლმე სახში აზიურ კერძ სტილში ახლა ზუსტად შერბეკი და საერთოდ არა აქვს ცხიმი ნუ აი ძალიან ცოტა აი მინიმალურად და მაინც ძალიან გემრიელი ან მართლა შესაძლებელია რომ გემრიელი გახადო ნამდვილად თვითონ იცი რა ანუ რა პროდუქტს ჭამ ანუ აი ბევრი ზეთი თვითონ იმ პროდუქტს რა გემოს აქვს იმას უკარგავს და ვიღაცას თუ რაღაცა ბრინჯი და სტაფილო და არ ვიცი რაღაცა რა ექნება თხინი თუ რა ქვია ბულგარული რაღაც ანუ მაგ პროდუქტების გემოთი უნდა ისიამოვნო და არა რაღაც ერთნი ზეთს რო დაასხამ და ვეღარ გებულფრისი გემო ცნიანად ზეთის გემოზე რო გადადის ისეთია რა ბევრად უფრო აი თუ გინდ კარტოფილი ალბათ არავის არ წარმოუდგენ რაღაც კარტოფილის ზეთი აი ბევრ ზეთში ძალიან რო აიღებ და კარტოფილს რო წვეთავს ჩემი აზრით ბევრად რო არა ხო შეგიწოთ კარტოფილი წოლებრივად ბევრად უფრო გემრიელია ვიდრე აი ძალიან ბევრ ზეთს რო ასხამ და აი ზეთის გემო რო აქვს უფრო ვიდრე კარტოფილი ბევრ ადამიანს დღესაც გამიგეთ ჩვენი ასაკის და ჩემზე პატარები ალბათ ქეთოს ასაკის რო ითხოვენ ხოლმე დედა აი ეს ბოდიში ხარ ცოტა რუსულად გამომივა მაგრამ ნუ არა უშე კარტოშკა შემიწვე ტაფაზე რო უნდა შეწვე ძველებურად ადრე ჩემი ბებია რო წავდა აი მართლა რო ზეთში რო ამოიღებ და რო ეწვეთებ ხო და მე არ მომწონდა მაინც უყვარს და მაინც ჯერ კიდე არის ეგეთი რაღაცა რასაც ხარ ალბათ მიჩვეული მაგაზეც ასაც გიკეთებს ბებია სახში ალბათ და დედა და ასე შემდეგ ქეთო სულ ცოტას ჩვენ ბევრ მომხმარებელს კითხვა დავსვამს ესეთ ახლა სანდრო რასაჭმელებს აკეთებს ხოლმე ინსტაგრამზე მე რაც აკეთებს ხო აი უფრო შედარებით დაბალკალორიული დიეტური ჯანსაღი და ასე შემდეგ და აი რამდენიმე აქვს მოწერილი რომ ყოველთვის როცა ფუდბლოგერები ცოტა ნუ შენცო აკეთებ საჭმელს რომელიც ფენსი ამ სიტყვით აქვს ესე ნახსენები ანუ გაპრანჭული რა ალბათ გაპრანჭული არ არის უფრო გემრიელი გამოდის ვიდრე გაპრანჭული აი ეს ძალიან გაპრანჭული საჭმელები არ არის გემრიელიო ეთანხმები თუ არა მაგ მოსაზრებას იცი რა არის ანუ გაპრანჭულით შეიძლება იყოს გემრიელი მაგრამ ალბათ ვიზუალზე ანუ ძალიან გაპრანჭული როა მე გაშინებს რომ რაღაც მოსამზადებლად თან რთულია თან რაღაც მაგრამ მგონია რომ აი ვიზუალიც მთავარია რა კერძი ხა ვიზუალურად თუ რაღაც არ მიმიზი და შეიძლება ვერ ჭამო ხო ახლა არის ძალიან პოპულარული ანუ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში რაც მოხდება ხოლმე არ ვიცი რა სიტყვი აი ეს ნამცხრები რო შემოვიდა ლიმონის ფორმა რო აქვს რო კბიჩავენ და რაღაცები რო ხდება არ ვიცი ჩემო მეგობარმა ია შენზე ვსაუბრობ ესე იგი იმდენი დღე უნდა და შეკვეთა და თან სულ დიეტაზეა და თან სულ უკვეთავს და შეუკვეთა ბოზე ძალიან გემრიელიო ესე მითხრა და აი მაგაზე იმდენი ჰეითიც ხდება იმაში უფრო Facebook-ში ხოლმე რომ აი საშინელებაა და ძალიან უგემურია და ასე შემდეგ და ზოგი ამბობს ძალიან გემრიელია შენ თუ გაგის აი ჩემთვის ეგეთი რაღაც ახლა ლიმონის მაგვარ რომ ვიფიქრებ რომ აი ძალიან უგემური იქნება თქვა შეიძლება ვერ ჭამო საერთოდ აი ჩემთვის ლიმონი და რაღაცა ისე თეთრი კრემი და რაღაცა აი ძალიან გემრიელთან ასოცირდება და ივისთვის როგორ რა მაგას ვერ გაიგებ აი დუბაის შოკოლადის ბუმიც რო იყო მე არ მომეწონა არც მე და მე ზოგადად შოკოლადზე არ ვგიჟდები და მაგიტომაც მე მიყვარს შოკოლადი მაგრამ დუბაის ჯერ ვიზუალურად აი მართლა ხარ ვიტყვი რა შიგნით მასა რა ასოციაციას მაძლევს მაგას არ ვიტყვი და ისედაც ისეთი ტკბილია რაღაცა აი არის ხო რაღაც თითქოს გემოსვერი გეფრისი გემო აქვს თუ არ ვიცი თეთრი კრემი ბევრად ჯობია კი კაი თეთრი კრემი რა თქმა უნდა ხარშუნი ის ძიმე ასევე
იცი რას ამბობენ ხოლმე, რომ ეს ანუ ალბათ გაპრანჭულში გულისხმობა ეს მარცეპანი რო აქვს ხოლმე ამ დესერტებს და ასე შემდეგ და ეს მარცეპანი ხა მართლა არ არის გემრიელი რა. მარციპანი ძირითადად მე მგონი უკვე ამოიღეს ხო უფრო ტორტებს თუ იმაშობიან, მაგრამ ეხა ძირითადად ისეთი განაშებით ლესავენ, რომ მარციპანი აღარ ჭირდება. მაგრამ აი შენ რო თქვი ლიმონის ის ნაცხები, ეგ გაყოთ ფრანგულ იმაში კონდიტერიაში და აი ეგეც ფრანგული კონდიტერია კი რთულია და ფენსიც უნდა იყოს და ეს რო tkacunobsო აი ეს ჩემ მეგობარი ამბობდა რომ ჩაკბჩო tkacunobsო სხვადასხვა ფენები აქვს ეგეთი დესერტები ანუ ბევრად მე რაც მაინტერესებს ანუ კალორიულობის ხრივ და შაქრის და ამბავში ბევრად უფრო მეტი ჭირდება თუ რაღაც აი ჩვეულებრივ რაღაც ნაჭერი ნამცხვარი თუნდაც იდეალია რაღაც. არა, მეტი ჭირდება, იმიტომ რომ სხვადასხვა შიგთავსები აქვს, საერთოდ სხვადასხვა ფენები შეიძლება ქონდეს. გარედან ლიმონის ფერი რაც არის სხვა რაღაცა, მე შიგნიდან რაღაც კრემი რაც მოდის კრემი, მე შიგნიდან კიდე ის რაც იღურება ლიმონის კონფია თუ კურდია ისიც ის არის და კიდე შეიძლება შიგნით კიდე რაღაც ქონდეს. აი რამდენიმე თითქოს ერთი რაღაც პატარა მგვანი, რომელიც რაღაც 5 ლუკმა იქნება და ნამცხვარი ერთი ნაჭერი ზომით ახლა ბევრად მეტი ექნება იმას, ხო? კი, ჩემი აზრით. ხო. აი ესე იგი ხედავ მართალი ვიყავი რომ ვფიქრობდი რომ ჩვეულებრივი მაგალითად ნაპოლეონი რო აიღო და ეს რაღაცნაირ გამპროჭული ერთ ეგრევე გრამაჟობა ნუ ესე უხეშად რო დადო ალბათ ის უფრო მაღალ კალორიული იქნება ნამდვილად ეგრე იქნება კაი ქეთო ეხლა იცი რა გვაინტერესებს შენ თუ მიირთმევ საკუთარი ხელით გამზადებულ საჭმელებს კი მე თითქმის სულ შენი ხელით გამზადებულს მიირთმევ და არ გეზარება ხოლმე ხო შენ თქვა არა არ მეზარება თან ხომ ვიღებ და ვაკეთებ მაგრამ თან კიდე ამავდროულად სახლშიც თითქმის რა ვიცი 90% მე ვამზადებ იმიტომ რომ დედას დიდად არ უყვარს და მამა ამზადებს კიდე მამას ძალიან უყვარს და სხვათა შორის ერთ ვიდეოში გამოვაჩინე და ეხლა მეორე ვიდეოზეც დავითანხმე. მე მოეწონა ხალხს მამა. კი, ძალიან უზბეკური ფლავი გავაკეთეთ, ძალიან ბევრი ცხიმით. უზბეკური ფლავი მე ცოტა ბევრი ცხიმით. ხო, ბევრი ცხიმით კეთება და ცხვრის ხორცი უნდა, ხო, მაგას? იცი რა, ცხრითაც აკეთებენ, მაგრამ ჩვენ საქონლით გავაკეთეთ. და ისე ცხვრის ხორცის სუმითაც აკეთებენ და მეც ვერ ვჭამ ცხვრის ხორცს. ხო. სხვადასხვა მე არ მაქვს იმ დღეს ანდროს ვემლებოდი, არასოდეს არ მქონია არც ერთ პროდუქტზე, ვერ ვიტან, არ შევჭამ, ეს რო ვთქვი, ჩაშუშული თუ რაზე ვისაუბრეთ? ხო, ჩაშუშული. მაგის ჭამად შემიძლია ჩვეულებრივად, უბრალოდ ამდენიმე იმას რო ხო, არ მინდა. ხალდეცი ქვია, ხო? ეგ მაგიც ნაჭამი მაქვს და არ მაქვს პრობლემა, ის საერთოდ აი ძალიან მეკვირს ხოლმე ხალხი ეს განსაკუთრებულად რო უყვართ რაღაცები და განსაკუთრებულად რო აი ვერ შევჭამ ვერასდროს ესე იცი. გიკვირს რა აგერა რა. ხო, აი სანდრო იცი როგორი ფიქითერია რამდენადაც ხორცი აი კახურის სამძა ხორცი თითქმის აი ყველანაირ ნებისმიერ ხორცს შემინებ ჭამო მაგრამ აი რაღაც ძალიან უნდა დამაძალო რომ ერთი მოხარშუნი ხორცი შევჭამო მეორე მოხარშუნი და ქონიანი აი ხალადეცი ხაში ავით კიდე რეებია ისეთი მოხარშუნი ხორცი როთი მაგის ვერაზოს ზღვის პროდუქტებსაც შეიძლება ადამიანმა არ ჭამოს ჩემამდე არ და აი რაღაც აი ქონი და რაღაც კონსისტენცი ისეთია რომ აი შანსი არა რომ აი ხაშლამა არ მიჭამია სხვა შორის ხაშიც არ მიჭამია და დარწმუნებული სულაც არ არის ცუდი და ძალიან ის გემრიელი იქნება მეც ანუ ყველაფერს ვჭამ და რავი რა უნდა დამისახელო რომ არ მიყვარდეს ერთადერთი ხალადეცი არ მიყვარს ლაბას ეძახიან ქართულად და ნუ შემილია მაგის ჭამაც მაგრამ ვერ ვჭამ ხოლმე ცხვრის ხორცს დანარჩენს ცხვრის ხორცსაც შევჭამ თუ რამე არის მაგრამ ნუ მოკლედ არა აი ხაში რაღაცა პირსახოციო თუ რაღაცა რო ეხა გარ უნდა ჭამო მე მგონი არ ვიცი ჭამო ეგე აი ვიზუალურად რო შეაი იცოდე რომ კარგად არის გარეცხილი და ასე შემდგომ ეს შევჭამ ვერასოდეს სურო ხორცს გაწყდეს მარტო ეს დარჩაო მაინც ვერ ქეთო ეხა რა მაინტერესებს იცი შენ ასე კარგად რო გამოგდის ყველაფრის კეთება შენ საკუთარ ცხოვრებას საკუთარ კვების დალაგება როგორ გაქვს დალაგებული საკუთარი ყოველდღიური კვება სამწუხაროდ ვერ მაქვს დალაგება ვცდილობდი ოქტომბრიდან რაღაც ჩემთან შევატყვერო მეთქი გჭირდება ცოტა რეჟიმში ჩაჭდომა და დავიწყე სხვათა შორის ახალ წლამდე პატიოსნად
მიმზადებდი ყველაფერს დილა შუა დღეს საღამოს, რაღაცა ChatGPT-ს ვათვლებინებდი ხოლმე კალორიებს, რომ მარტივად გამომეთვალა და რაღაცა ეს დავითვალე, რომ 1300 კალორიას არ ვწდებოდი, 1400 დაახლოებით, ჩემიც მოსქენი ეს ყველაფერი. და გამომდიოდა სხვათა შორის ცოტა წონაც დავიკელი. ძალიან კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ აი ახალი წლების შემდეგ რო ამერია და ერთი რო ამერია, მე ვცდილობ ისევ დაალაგებას. აი ცი ჩემთვის თითქმის წარმოუდგენელია, მე უმეტესით რომ ძალიან კარგად და ჯანსაღად ვიკვებები, ოღონდ სახში არ უნდა მქონდეს არაფერი. თუ მაქვს, აი ძალიან მიჭირს თავის შეკავება. და ჩვენ სახში პრინციპში არასდროს არ გვაქვს, იმიტომ რომ სანდროც სულ ჯანსაღად ჭამს, ჩემს შვილს საერთოდ არაჯანსაღი არაფერი არ უყვარს და იგივე. და ამიტომ გამომდის რომ ძალადნა და შენ ხა თან სულ რომ შენი თავისთვის გადაწყვეტო რომ აი გავიკეთებ ჯანსაღად მივყვები დაბალ კალორიულს კონტენტისთვის მაინც ხო გჭირდება რაღაცა სხვის გაკეთა. აი მანდ როგორ შეგიძლია თავის შეკავება? აი მაგალითად ნამცხრებზე მე არ მაქვს პრობლემა. თავს ვიკავებ ჩვეულებრივად. ერთადერთი შეიძლება პასკალზე ვერ შევიკავო. და დანარჩენი აი თითქმის ყველაფერს მივირთმევდი. ანუ შედარებით ვცდილობდი რომ აი ან აეროგრილში მომემზადებინა, ანუ ძალიან ზეთში არ ყოფილიყო, ასე ვთქვათ, შემწვარი და რა ვიცი, თითქმის ყველანაირ კომბინაციას მივირთმევდი ხოლმე საკვები, საჭმელი რაც არის, ასე ვთქვათ, სადილი, ვახშამი და ასე შემდეგ რა. წესით აი ჩემი გადმოსახედინა რა. საჭმლის გაკეთება რომ იცი, პროცესით ქსიამოვნებს, ხო რა წესით, მაგრამ აი ხა შენ რო ან შენ ძირითადად რო გიყურებ, აი მომზადების პროცესი გეზარება, აი რაღაც გემრიელად შეკაზმო, რაღაცა მოამზად, აი ეგ რო კონდე, უпростоოდ ეგ პროცესი რომ მოგწონდეს, გისწორდებოდეს, ანუ ბევრად უფრო არ გაგიმარტივდებოდა თუ მოგინდებოდა ბევრ რაღაცის კეთება და ჭამა? მე მგონი რომ ანუ ისე არა, პროცესი ქსიამოვნებს, თან გემრიელად ამზადებ, იცი როგორ გაამზადო გემრიელად, რა როგორშია. რავი, მარტივი არა, ნახე მე ასავით რა. თითქმის ახლა ხას მივხვდი, რომ ყოველთვის მიმყავს ჩემი თავი ისე, რომ შივდება ძალიან, ანუ აი რა დიდ შუალედს ვაკეთებ თუ არ ვიცი რა მემართება და მე უკვე რომ რაღაცა გავიმზადო, აი მაგის დრო უკვე აღარ ამაქვს, ძალიან მშია და მივცემია რომ უცებ დავჯდა და ვჭამო რაც არის. ხო, მაგრამ რომც არ ქშია, გამზადება არასდროს არ გახსენდება, იმიტომ რომ პროცესი არ ქსიამოვნებს და ვისაც პროცესი ამოვნებს, ანუ სულ არაფერი საქმე არ ქონდეს რაღაც. ეხა ჭამე 5 საათში უნდა ჭამო და რაღაც რა გავაკეთო და სიამოვნებს გავამოვამზადე. ძალიან ცოტა პროდუქტია, რომლის ჭამაც რეალურად შემიძლია და მაგიტო მე სხვა პრობლემები მაქვს და მაგალითი მე მგონი არა ვარ. არა, იცი არა, ვისაც არ სიამოვნებს და სიამოვნებს შორის შედარებას ვაკეთებ, ვისაც სიამოვნებს პროცესი იდეაში ბევრად უფრო უნდა გამომარტივდეს, აი ეგ ამბავი რა, ხო, მაგალითად მე ხომ სიამოვნებს პროცესი, მაგრამ აი თათომრაც თქვა, დავითანხმები, რომ აი დილოს რო ვდგები და აი საქმე მაქვს, ხო, გასაკეთებელი. შეიძლება აი ძალიან მიყვარს საუზმე და წყნარად დაჯდომა და მომზადება და რაღაცა ძალიან ისეთი რიტუალია ჩემთვის საუზმე, მაგრამ აი შეიძლება საერთოდ არ გამახსენდეს ეგ საუზმის მომზადება და გაკეთება, პირდაპირ რაღაცა რეცეპტის გადაღება დავიწყო ან რაღაცა და მე უკვე ისე გშივდება, რომ უკვე ვეღარ გეკეტა ტვენი, რომ გადაგეკეტება, რასაც დაინახავ, ყველაფერს შემიძლია მარტო პური ვჭამო ხოლმე, უცებ რომ ძალიან რომ მომშივდა. ნუ ეხა შენ გადახვედი, ეგ სხვა პრობლემა, დროის უქონლობის გამო პრობლემა და აი რომ ან ფიზიკურად რო არ გაქვს მომზადების დრო, მაგას ეგ კიდე სხვა ამბავია რა. მაინც რაღაცნაირად შეგინია გამონახო. ნახევარი საათი და ადრე რო გაიხვიზო, შვენივრად ისაუზმებდი. კარგად. ხო, აი მე სხვათვის ერთ-ერთი მთავარი ის, რაც ჩემთავს დავაკვირდი და ბევრი მეუბნება, აი რატო გამოგდის ესე მარტივად, აი ყოველთვის რაც არ უნდა საქმე მქონდეს, რო ვიცი რომ უნდა ვჭამო, ყოველთვის მაქვს გონებაში აი საჭმლის მომზადების პროცესს რო დრო დაჭირდება, ეგ პრიორიტეტებში მაღლა მაქვს, აი რა სადღაც ჩქარაწავალ ვიჩქარებ საქმეს, მანე მორჩები რომ აი ეს საჭმელი მოიმზადო გემრიელად, ეგ დრო დავიტოვო რა. ხო, ალბათ უფრო პრიორიტეტებზეა დამოკიდებული, მართალია. კეთო, ჭამის მერე, როდეს მე თუ გიგზნია დანაშაული. არასდროს. აი, გადასარევი, აი მაგას რა ჯობია. აი რო შეჭამ და აუ რატო ვქენი და რატო ვჭამე და რაღაც ესეთი არაფერი არასდროს არ ქონია. აი არასდროს მართლა, აი რომც დიეტა დამერღვია და დიეტაზე ყოფილიყავი და რაღაც აი არა, ეგ შეგრძნება არასდროს არ მაქვს, იმიტომ რომ
აი თითქოს საკუთარ თავს არასდროს არ ვადანაშაულებ რა, ანუ აი არ ვსტრესავ, არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდია, მაგრამ ალბათ არა, ცუდი ნამდვილად არა. ცუდი ნამდვილად არა. არა, თავის დასწრესვა იქ ცალკე კიდე დანაშავა, აი რატო ვქენი, ეგ ცალკე კიდე ის არის. ცალკე პრობლემა. ანუ რაღაცას გააკეთებ, აღარ უნდა აინანო რა ჩემი აზრით. მე ესეთი პრინციპი მაქვს. ძალიან კაი პრინციპი. კეთო, ხალხზე რას გვეტყვება? ძალიან აქტუალური გახდა ახლა თემა ინსტაგრამის მომხმარებლები რო არიან ცოტა აგრესიულები, ცოტა უარყოფითები, უარყოფით კომენტარებს რო წერენ და ასე შემდეგ. ეს ალბათ ყოველთვის იყო, მაგრამ არ ვიცი, ეხლა წამოიჭრა უფრო. იცი რა არის, უფრო ჩემ შემთხვევაში უფრო Facebook-ზე არის ხოლმე, Facebook-ზე და უფრო რაღაცნაირად არ მინდა ასაკი დავასახელო, მაგრამ უფრო ხნიერი აუდიტორია ხო. რომ აი რაღაცას რო ვაკეთებ მაგალითად ხაჭაპური სიტყვაზე, ანუ ქართული ჩვეულებრივი ტრადიციული ხაჭაპური, იმერული მაგაზეც რაღაც შეიძლება ისეთი კომენტარი დაგიწერონ, რომ აი მე ესე არ ვაკეთებ, მე ესე ვაკეთებ. რაღაც აი მსგავსი კომენტარები ძირითადად რა და მაგას აი ყურადღება არ უნდა მიაქციო. ეს მე ისე არ ვაკეთებ, ეგ კიდე მარტივი რაღაცა არის, საოცრებებს წერს ზოგჯერ ისე ილანძღებიან ხოლმე, რა ვიცი და ეხა სანდროს რაღაც რომელიღაცა rilsზე უწერენ ესე არა ისე არის, ანუ ყველაფრის მცოდნეერი ვართ თან, ანუ ამაზე უკეთესად ეხა შეიძლება ვიღაცამ რაღაცა უთხრას, მაგრამ ხო გააჩნია ვინეუბნება ხა რაღაცა პროფესიით უნდა იყოს. ვიღაცა უბრალოდ გამოჩნდება და ესე არ არის. ხო, ძირითადად ჩემთან ეგეთი კომენტარებია, რა ვიცი, სალანძღავის ისეთი არ მახსენდება. ძირითადად Facebook-ზე და TikTok-ზე პატარა ბავშვები წერენ ხოლმე რაღაც. ხო, TikTok-ზე ჩვენ განვიხილეთ რომელიღაც ეპიზოდში, რომ TikTok-ი არის უფრო ბავშვების ისა, უფრო პატარა ბავშვები, Facebook-ზე უფრო Instagram უფრო ხნიერი ხალხი ასაკოვანი. TikTok-ზეც დიდი ასაკის ხალხიც არიან. ანუ Instagram-ი უყვარს მხოლოდ ამ საშუალო ასაკის ხალხს. თითქოს რაღაც ეგრე გამოიკვეთა, რომ სადღაც შუა იმის ხო რა. Instagram-ზე ძალიან იშვიათია ნამდვილად ესა უარყოფით კომენტარი, კი შედარებით სანდროსაც ნაკლები. არის სანდროს ზოგადად ბევრი არა აქ ისედაც, მაგრამ თუ აქვს Facebook-იდან უფრო მოდის ხოლმე და. ხო, მაგრამ ეგრე უარყოფით კომენტარის გარეშე არ იყოს ადამიანი, ესე იგი არაკეთებს არა, მაინც და მაინც კარგად ვერ აკეთებს საქმეს. ყოველთვის თანმხნებია, რაც უნდა საქმეს კარგად უაკეთებ რა. კარგი. ეხლა იცი მაინტერესებს შენი აზრით, ანუ ძალიან ბევრი ადამიანს სანდროსთვის აქვს ნათქვამი მოწერილი, რომ გემრიელი თუ არ არის საჭმელი მაშინ, ანუ გემრიელი საჭმელი არ არის ჯანსაღი, ამაზე ვისაუბრეთ უკვე ყველა მხრიდან, მაგრამ რაღაცნაირად გვინდა რომ უფრო დავანგრიოთ ეს მითი და ავუხსნათ რომ Instagram ხალხს რომ ჯანსაღი შეიძლება იყოს გემრიელი, ძალიან გემრიელი და ასე შემდეგ. აი რა ჯანსაღი საჭმელი კერძი გახსენდება, რომელიც გაგიკეთები არის ძალიან გემრიელი და ძალიან ჯანსაღი შენი აზრით. მაგალითად წინაზე ვისაუბრეთ დიმიტრისთან, რომ ჯანსაღი თუ დაბალკალორიული? დაბალკალორიული და ჯანსაღი, არა, ნუ თქვა დაბალკალორიული ჯანსაღი. დიეტური და გემრიელი. ხო, ჩაკაფულია მაგალითად. ჩაკაფული. არის ერთ-ერთი ჩაკაფული ძალიან ჯანსაღი კერძია ჩემი აზრით, მით უმეტეს აღდგომის სუფრაზე. ხო, აღდგომის სუფრაზე. ფხალეული რატომაც არა. ხანი ხო, ეგეც. ესეც გვაქვს ხო ნათქვამი და ასევე აგერ ადამიანი აკეთებს მის Instagram-ს გადავხედოთ ხალხნო, უშაქროებიც ქონია, გემრიელიც არის და ასე შემდეგ და რატო არის ეს წარმოდგენა რომ აუცილებლად გემრიელი? აი მე არ ვიცი გაქ თუ არა შეკითხო პასკის ამბავზე აი პასკაზე მე მაქვს, მაგრამ ვკითხე რა მნიშვნელობა. პასკა როგორ შეიძლება ეხა ყველას ექნება ჩემთან ეს პასკა მინდა როგორ შეიძლება პასკა ანუ ბევრნაირი მაღაზიებში მზარო იყიდება ანუ კალორიების რენჯი ზოგს ძალიან ბევრი აქვს მესმის რაღაც შიგნით თუ რაღაცა თხინი და რაღაც უამრავ რამეს ჩაურევ კალორიებს ხო კაი მაგრამ ისე აი ბეისი რაც უნდა პასკა რავი ზოგი შიგნით იმითიც არ იყო კრემი შიგნით და რაღაცებსაც უკეთე არა მე ვიძახი აი ანუ სტანდარტული კლასიკური როგორ შეიძლება რომ
გემო ძალიან არ გაუფუჭდეს, მართლა პასკას ჭამდე გეგონოს, ოღონდ აი რაც შენობა დიეტური გამოვიდეს. არის შესაძლებელი? არ ვიცი, იმიტომ რომ ძალიან მართლა რაც არის კლასიკური მძიმე, ნოტიო, აი მე რა რეცეპტითაც ვაკეთებ და ამ შემდეგ, ანუ მართლა ძალიან ბევრი კარაქი უნდა და აი იქ არაჟანი არის და ნუ ზოგი კაი არ უშვება არაჟანს არ უზამ, მაგრამ ეგ არაფერს არ აკეთებ. ჩემსაც მაგალითად ერთ პორციაზე დაახლოებით 800 გრამი კარაქი უნდა და ერთ ცალზე არა პორციაზე. პორციაში 10 ცალი გამოდის, მაგრამ 800 გრამი კარაქი მაინც 80 გრამი კარაქი უკვე რამდენია 800 კალორია. არა, 80 გრამი ერთ პასკაზე გამოვა, ხო? ერთი პასკა რამდენი ერთ ჭამა ერთი პასკაა ადამიანისთვის? ჩემთვის კი. ანუ ერთი გააჩნია, რასაც ერთი ნაჭერი შეიძლება არ დაზიანდე, მაგრამ გააჩნია რამდენს. ხო და არა, მე ვიძახი, ერთ პასკას თუ 80 გრამი კარაქი გამოვიდა, ეგ ერთი პასკა ერთი 10 ნაჭერი არ არის, ანუ 6 ნაჭერი. აქვს, შაქარიც აქვს. არა, ხო, ეგენი მე როგორც ვიცი, ერთი პასკა, ასევე ერთ-ერთმა ფუტბოლგერმა მითხრა ეგ და ჩვენ ხათუმ და ეს რა ქვია 350 კალორია საშუალოდ 100 გრამი პასკა. 100 გრამი ხო? პასკა არის ერთი პატარა ნაჭერი, ანუ აი მაგაზე ვინ ჩერდება? ხო, მაგაზე არ მეფიქრე. სხვა შორის პასკას რო ვჭამ კალორიულობას. ანუ მაგაზე როგორ უნდა შეხედო მაგის კალორიულობას, ნუ გადამრიე. 350 რაც მაღაზიებში მინახავს, ისეთია რა, ხო, რაც მაღაზიაში გინახავს და არის უფრო აი ნახრატები რო აქ ანუ ის არის, არც მძიმე არ არის, არა, ესე ეგეთი ნეგნი არ არა, ხო და მაგას ვიძახი, საშუალოსკენ არის თქო. უფრო დაბანიც მინახავს რა, მაღაზიაში რა კარაქს ბევრს ვინ გაგიკეთო. ძალიან ცოტას უშვებია. ხო. ანუ პასკის გემოს მოიკლავ, მაგრამ 200 რაღაციანიც მინახავს. მაგრამ მოდი ჩვენ შევთანხმდეთ ერთ რაღაცაზე. აღდგომა ჯერ საოცარ დღესასწაულია, მე წელიწადში ერთხელ არის. აი ხა აღდგომას რო არ დავთვალოთ პასკის კალორიულობა და მაგის გამო სუდი პასკა არ ჭამოთ და რაღაცა უგემური, მაგას არ ჭამთ, ძალიან გებრიელი ჭამოთ და ეს ეხა უყურე შენ ეგ როგორც ახალ წელს ვილაპარაკეთ, ახანი წენი რო რაღაც 31 პირველ 3-4 დღე ჩათვალო ხო და აღდგომა ჯერ ერთ თვეშია და დღეს უკვე პასკას მაღაზიაში პასკები იყიდება და ანუ დღეიდან აღდგომამდე ჯობია უგემური პასკა ჭამო ერთ-ერთი ნაჭერი სულ ვიდრე აღდგომაა და დავაი პასკი. ანუ ერთი დღე რო იყოს. მე არ ვიცოდი, ყოველ წელს ესე იყო, რომ ერთი თვითადრე უკვე თავდნენ პასკა. კი, მაღაზიაში პასკა ერთი თვითადრეა. მე არ ვიჭამე არასოდეს ახლა მანამდე პასკა. ეხა მეორე ადამიანია, ვინც მოგვიტანა, დავაგემოვნებ, გაგაგებინებთ ინსტაგრამზე აუცილებლად და ეს რა ქვია. მე არ ვიფიქრებ, აი როგორ განახებთ, როგორ ხო და აღდგომა ხო, მაგას ვიძახი, ერთი დღე თუ არის, ერთი დღე რაც არ უნდა, აი რამდენ რო არ გეტევა იმდენიც რო ჭამო, ან დიდად არაფერს არ შეცვლის. დღეიდან თუ დაიწყებ ჭამას, პრობლემა იქნება. კეთო, შენ ახლა გიკვეთავენ, ვიცით ინსტაგრამიდან, რომ საოცრარი ხდება შენს პასკებზე, საოცრება. და როგორ ახერხებ ამ ყველაფერს? რანაირად შეგიძლია? ვინმეს არის ხმარ ოჯახის წევრებს მაინც? კი, ზოგადად მე მევალება მხოლოდ ცომის და ეს რა ქვია, თვითონ ცომთან დაკავშირებული დეტალების და ყველაფრის გაკეთება მოგვარება. ანუ ცომს ჩემ გარდა არავინ არ ეკარება, მაგრამ მამა მეხმარება ხოლმე დარიგებაში, მეორე კურიერს რო არცალია. მაგალითად, მოტანა პროდუქტების დისტრიბუციას მოაქვს ნაწილი. მამასთან ბევრი რაოდენობით პროდუქტები გჭირდება რა. ეხლა მაგალითად უკვე 50 კილოიანი ფქვილი დავცალე და გადავედი მეორე 50-იანს. დედა მაგალითად შეკვეთებს ინიშნავს და დღის ბოლოს ვამოწმებთ ერთმანეთთან, ან მე სკრინებს ვუგზავნი, შეტყობინებებს რო ვპასუხობ და ვამოწმებთ ის რეკავს მე წინა დღეს რომ ისატანი არის რომ ამ რაღაცა მთელი მუშა პროცესია. ჩემი და ფუთავს ორი დამყავს და ჩემი და ფუთავს. დედამ სერიოზული ბიზნესია და არ ფიქრია რომ გახსნა რამე. ისე ზოგადად ალბათ როდესღაც მაგამდეც მიხვალ. მაგაზე ვფიქრობ. კი, ჩემი ჩანაფიქრიც ეგ არის, მაგრამ უკვე მესამე წელია ესე ვაკეთებ და ალბათ მედია მე-4 წელს რამე. ხო, მე მარტო აღდგომისთვის ხო არ გააკეთებ ალბათ. ხო, ისედაც ზოგადადაც და მე რას ფიქრობ, უფრო ტკბილეული და ცომეულისკენ წახვალ თუ უფრო სარესტორნო თუ ჯერ არ გინდა ამას საუბარი არც? მაშინ არ ვისაუბრებ. არ ვისაუბროთ ორი სიტყვით, რა ვიცი, ჯერჯერობით როგორც წარმომიდგენია იმ საკვები რო იყიდება, მაგალითად აი ფხალეულიც რომ იყოს, რა ვიცი,
რაც კი წარმოგიდგენია რომ შეიძლება კალორია დათვლილი. ადამიანმა. ხო, კალორია დათვლილი. ჯანსაღი, სახლური საჭმელები, აი ეგეთი მზასამზარეულოები რო იყო, ხა აღარ არის ეგეთები, მაგრამ ნუ გემრიელი ხა იქ ბევრი არ იყო კარგი და კალორია დათვლილი რაღაცა გაპრანჭულათაც რო იყოს გაკეთებული, მოგონია. ეგეც და რომ იცი რომ მაგალითად სტუმრები მოგდიან და არ გაქვს დრო რომ გააკეთო და რაღაც და იქ მიხვალ იყიდი სხვადასხვა რაღაცა და სახური გემრიელი გემოიქნება რა, რაც თავი უნდა იყოს აუცილებლად გემრიელი და ხარისხიანი. აუცილებლად ხარისხიანი, რა თქმა უნდა, და კალორია დათვლილი. ხო, ჩვენ დაგეძვით. ერთხელ დავთვლით და სულ გექნება და მე მოვალ და ვიყიდი რომ ზუსტად რომ ეცოდინება რამდენს ზუსტი კალორია. სხვა შორის ეხა მე მგონი მოთხოვნა არის რომ უნდა კონდეს, მაგრამ აი რაც კი სადმე მინახავს თითქმის ყველგან ისე წერია. ეს სწორედ თვლიან და მეორე ერთი ეს დათვლილი კალორიის რესტორანი კი არა და უფრო ისინი კაფეები რაც არის მოკლედ. ასეთი საჭმელი მე არ მინდა, მე მინდა სახლური, მინდა სენდვიჩები და ისინი მინდა ბოულები, მინდა ფხალი, საცივი, ღომი და ყველი, ელარჯი. დედა როგორი კარგია. გადასარევი. კაი, ეხა გითხარი, ყველაზე მარტივი, მაგრამ გემრიელი კერძი რომელია? აი შენთვის, ახლა ყველასთვის სხვადასხვა იქნება ალბათ, მაგრამ აი რას გააკეთებ ყველაზე მარტივად და ყველაზე გემრიელად? ჩემთვის ამბობ დროს ყველაფერი მემარტივება, როცა არ ვიღებ. ანუ გადაღების პროცესში იმდენად იწელება ყველაფერი, რომ აი ერთი სიამოვნება ხო გადაღებაა, მაგრამ აი იმ დღეს უბრალოდ საჭმელს ვაკეთებ და მეთქი ანუ რატო ვარ ესე რატო რაღაცნაირად უფრო და მივხვდი რომ ძალიან იმაში ვიყავი გართული რომ არ ვიღებდი და ჩემთვის ვიღებდი სიამოვნებას და ეგრე ყველაფერი მაგრამ ალბათ რადგან აღდგომაა ჩაკაფულს ვიტყოდი ძალიან მარტივია ჩაკაფულის გაკეთება ჩემი აზრით ვაიმე უნდა გავაკეთო კარგ ხორცს შეარჩევ თუ კარგ ხორცს შეარჩევ უფ აი ჩაკაბუნის ერთ-ერთი კერძია რომლის ჭამას არასდროს არ მინდება. არა და ისეთი გემრიელია ის რა აქვს მაგას პიპიტნაკი არა რა ქვია ტარხუნა რომელიც ისეთ ფრეშ გემოსაძლევს ისეთ გემოსაძლევს აი სასწაული საჭმელი წვენით საოცარია ხორცაც საოცარ გემოსაძლევს არა ძალიან მეც ძალიან მიყვარს ხო და აი ხო და ეხლა ხორცშორის უნდა გადავიღო ჩაკაფულის ხინკალი ჩაკაფულის ხინკალი ჩაკაფულის ხინკალი ერთგან გავსინჯა ერთ-ერთ ობიექტში და აი ძალიან გემრიელი და ხორცი როგორ ქონდა აი წვრილად დაკეპილი ხორცია ხო ალბათ იგივენაირი მომზადების ტექნიკა მეც პირველად უნდა გავაკეთო და ვფიქრობ რომ იგივენაირი მომზადების ტექნიკა უნდა უბრალოდ წვრილად დაკეპილი ხო რა გარედან ცომი ხინკანია და შიგნით ჩაკაფულის შიგთავსი ჩაკაფული ხო კარგი ყველაზე რთული გასაკეთებელი კერძი ვაიმე მაგაზე ძირითადად რაც მერტულება არის ბეზესთან ურთიერთობა და აი სულ ბეზესთან ურთიერთობისგან ვიკავებ ხოლმე თავს და ეგ წავიჭირე რომ აი ეს ბეზე არ არის რთული რაც მარტო ცილა შაქარი არ არის თუ რა ხო მაგრამ აი სხვადასხვა ისინი არსებობს მოხარშული ბეზე რაღაც იტალიური მერენგა და რაღაც ეგეთი სხვადასხვა განხრები აქვს მოკლედ ამ ბეზეს და ტკბინეული უფრო რთული მოსამზადებენი არა ვიდრე რაღაც კერძი რაღაც ჩემთვის ბევრად მარტივია კერძების მომზადება, ბევრად კარგად ვგრძნობ თავს. ვიდრე დესერტების მომზადება, მაგრამ აი დესერტებიდან აი უფრო გამოვარჩევდი ბეზეს. და კერძებიდან ალბათ უფრო აჩმას, უფრო ძალიან შრომატევადია და რაღაცა ის არის. ძალიან მაღალ კალორიული. აი რა არის გამზადდება აჩმა მითხარი, ფირფიტები. ფირფიტებით სომი რაც არის, ყველი ძალიან ბევრი და ბევრი კარაკი. კარაკი მაგით. აი აჩმა არის ძალიან მიყვარს, მაგრამ ყველგან იმდენი ცხიმი აქვს, აი რო აიღებ წვეთავს ხო უეჭვენი და ხენი აი სვენი ის არ ყოფნის ხელსახოცი უნდა აი რაღაც არა და აი აჩმა ხაჭაპურებს შორის ერთ-ერთი ჩემი ყველაზე მაგრამ ვერსად ვერ ვჭამ ისე რომ აი არ ბანაობდი აი ცხიმში. აჩმა ძალიან გემრიელი. მე სხვა შორის ხაჭაპური არ მიყვარს, ლობიანი ბევრად უფრო მიყვარს ვიდრე ხაჭაპური. მაგრამ აჩმა მიყვარს და არ ვჭამ. კიდე ფენოვანი ხაჭაპური მიყვარს. რამდენი ხანია ვიძახი რომ ფენოვანი უნდა ვჭამო. და ვერ შევჭამი წავას. როგორი უყურებ ადამიანებს, ვინც კალორიებს ითვლის აი ჭამის დროს, რა ეს. აი შენ ადამიანი, რომელსაც უყვარს ჭამა, რომელსაც უყვარს საჭმლის კეთება, რომელიც შენი საქმიანობა არის საჭმლის კეთება
და მომავალში საპირებ რომ გააგრძელო, აი ჩვენ ადამიანები, რომლებიც მართლა უმეტესი დრო აი სულსხედვარ და ამდენ კალორია და გემრიელ საჭმელს თავადაც ხო ითვლიდი ხო და რაღაც ხშირად გონია რომ ხო ქეთო ითვლი და რაღაცა ბოლო 3 თვე და მე ვითვლი 10 წელია 10 წელი ყოველდღე ხო არ ითვლი არ ვითვლი ყოველდღე მაგრამ ჩემ პერიოდში კი, უკვე არა, კალორიებს თვალს იმას არ ვიძახავს, წკაპუნო და კალკულატორით და სასწრაფოდ დადიოდ. აი უბრალოდ გემრიელი ჭამის მუღამს რო ვერიჭერ, იმიტომ რომ ვინც უფრო კალორიებს უკვირდება ვიდრე ახლა ანუ აი მე მაგალითად რო ვჭამ, აი რაც არ უნდა ჩემ თავისთვის უფლება მქონდეს მიცემული რომ დღეს ახლა ეს აი მაინც მიტრიალებს რომ აი ხა ამას ამდენი აქვს, აი ამდენი აქვს, აი ჩემ ტვინში სულ არის. მე მაგალითად მაგ სადაც უნდა რაც უნდა ვჭამდე ხორცით ვარურევია ცილად ვარურევია აი ყოველთვის რაღაცას ვარჩევ ანუ ძალიან გემრიენი არა ხორციანი ცილა უნდა კონდეს და მე მოდის გემრიენი და ის ნუ შენ კიდევ ჩემზე უკეთესად ხარ მე სულ დაბალკალორიული მინდა რომ ავარჩიო და აღარ შემეძლია და აი ჩვენ როგორ შემოხვე როგორ აღვწე შეგეცოდებოდით ხო იცი რა არის ზოგადად ეხლა ყველა ადამიანს თავისი არჩევანი აქვს მაგრამ თვლი რომ წეღანაც თქვი და აი როცა თავს აძლევს სიამოვნების უფლებას ბოლომდე უნდა მიცეს სიამოვნების უფლება დანაშაულის გრძნობა ხო აი არ უნდა გქონდეს მე მაგალითად ვერ ვირდებ თუ რაღაც ისეთი შეგრძნება მაქვს მაგრამ ამიტომ ვაძლევ ხოლმე საკუთარ თავს და მაგალითად მყავს მეგობრები რომლებიც ეგრე ითვლიან კალორიებს და ვერასდროს აი ესე ვერ დაჯდებიან და გემრიელად ვერ შეჭამენ ან რო დაურეკავ და ეთყობა მოდი რა შემწვარი კარტოფილი მაქვს და ან ერთად ჭამო ტყემანი მოვასხატა რაღაც ეგეთი რაღაც ანუ აი გვიან ვერ დაურეკავ არ ჭამს იმიტომ რომ 6-ის შემდეგ არ ჭამს ან 7-ის შემდეგ და ისიც აი დღიური ნორმა უკვე ამოწურულია და შენ რო დაურეკავ მოდი გაჭმევო ხომ და თუ კიდე მისცემ შენ თავს უფლებას მე ცოტა ბინჯში გადაგდის მე უკვე გემართება რომ აი ბარემ ვჭამ და ბარემში ყველაფერს შევჭამ და მე ეგეც ეგ უარესია კიდე მაგას ჯობია დანაშაული შეგრძნება კი არა და ჭამო ჩვეულებრივად და ეს რაღაც საოცრება ბინჯი არ გქონდეს მაგრამ სამაგიეროდ ვინც კალორიებს ითვლით ბეროთ ჩანსაღად ერთია და მე ანუ მაგათაც ვთქვა ესე გარედან რო შევხედოთ ამოძრავებთ რა რომ ანუ ესე რომ აი ესე ვთქვა არაჯანსაღის და ბეროთ რო გემრიენის და ნუ მაღალ კალორიებს ჭამა გინდოდა მაგრამ თავი შეიკავე გადადე გემრიენი და რაღაცა ჯანსაღი დაბალკალორიული დიეტური შენთვის სასარგებლო ჭამე ანუ მან კმაყოფილების შეგრძნება ანუ აი გემრიენი რო გესიამოვნება კმაყოფილების შეგრძნებაც მაქსიამოვნებას გინაცნობს რა ანუ რაღაცა ისეთი ხო რა კმაყოფილების შეგრძნება მოდის და იქ სიამოვნებას განიჭებს რომ აი მე ესე მოვიქეცი ყოჩაღაც რაღაცა უფრო სწორი არჩევა და თითქოს აი მაქსიამოვნებაში გაყავთ და მაგით აბალანსებენ ეგრე კი არა მაგასაც ძალიან დიდი ბენეფიტები აქვს ჩვენ მდგომარეობას ანუ გარდა იმისა რომ კალორიებს ვითვლი და ასე შემდეგ მართლა რეალური ჯანსაღად ვიყავები ჟუჟუ გვიბრაზდება ხოლმე შიგადაშიგ და შეგრძნების დონეზე ნამდვილად კარგი ახლა ხანს მქონდა სახლში დესერტები და აი მივირთვი 2 დღე და აი შეგრძნება არა მაქვს იდეალური რა მაგის მე რა მაინც მირჩევნია რომ არ ვჭამ იმიტომ კი არ დანაშაულის გრძნობა მაქვს იმიტომ რომ აი უკვე იმდენად ხო და მიმძიმდები ძალიან ქეთო კიდე აი რას დებ შენ საახალწლო არა და სააღდგომოს პრინციპში მგონია რომ ინდივიდუალურია ალბათ მაგრამ ჩემთან აუცილებლად ყველა დღესასწაულზე არის ღომი მიუხედავად იმისა რომ იმერლების ოჯახი მაქვს სანდროსთანაც არის ღომი ხარჩო, ბებია ჩემი აკეთებს ხოლმე აუცილებლად. ხარჩოც მიყვარს. ხაჭაპური, ნიგზიანები, თუ გაზაფხულია მით უმეტეს და მინდვრის ფხალი გვაქვს ხოლმე, სხვა შორის ეგეც ძალიან ჯანსაღია. კი, ნამდვილად. სხვადასხვა ბალახეულებისგან მზადდება, იმერულია, ეს წმინდად იმერულს ეწახიან. სხვადასხვა ბალახეულის გამზადება რაღაც უცნაური დასახელებები აქვს ბალახს, მაგის ცნობა უნდა იცოდე და ეს ყველაფერი იხარშება და შემდეგ თავის ნახარს წვენთან ერთად იკეპება თეფშით და
გატარებულ ნიგოსთან ერთად მზადდება და ცოტაოდენი წვენიც მოყვება და მახსოვს მე დედა მყავს ზესტაფონელი და აი ეს თებში ხე წარმომედგე თებშით რო აკეთებენ მახსოვს აშკარად ზესტაფონში ნანახი მე არ გამისინჯოს არა და აი ფხანეუნი ძალიან ერთ-ერთი ჩემი ყველა ზუსტად გემომე არ მახსოვს მაგრამ ეს პროცესი გამახსენდა ახლა ხო ანუ პრინციპში აღდგომის დღესასწაული კავშირია ასევე იმასთან რომ მარხვა მთავრდება მაგ დღეს და ხსნილდება და ალბათ უფრო ხორცეული და ეგეთ რაღაცებიც ხშირია ხოლმე. ხორციც კი ბატონო ნებისმიერი ისე გამოდის რა. ნუ გამოვიდა რომ ერთადერთი პასკა არის ყველაზე ისეთი რა, აი. კლასიკური სააღდგომოს უფრო რა იყო, აი პასკა არის პრობლემური. ხო, რა, აი რაღაც დაბალკალორიული მსუბუქი დიეტური ძალიან უგემური გამოდის და თითქმის აზრი არ აქვს მაგის ჭამას. ნამდვილად მე არ ვჭამ. მძიმე თუ ერთი დღე ჭამეთ ხო კაი და თუ ბევრი რამოდენიმე დღე მით უმეტეს გადაბმულად არა უშავს არის ნერვიულობთ მე მეგიშვენ ისე სხვადასხვა შეიძლება ხაჭოთი გაკეთდეს ხაჭოს პასკა ხო მაგრამ ეგ ზუსტად არა ხაჭოს პასკაც მაგნახი უფრო მეტი კალორია გამოდის არა ხაჭოთი გაკეთდეს თვითონ ცომში დაემატოს ხაჭო და უფრო აგემრიელებს ცომის რაოდენობა ფქვინი შემცირდეს და ხაჭო თუ ფქვილი არა აი ცოტა კარაქი შემცირდეს და არაჟანი ამოვიღოთ და ხაჭო დაემატოს ეგეც ეგრეც უგამოვიდა კითხვა ისე აი კლასიკური ხაჭოს პასკა რაც ქვია უფრო არ არის და ნაკმებ კალორიულ საერთოდ არ ვიგებ ხო იცი რატო არის უფრო კალორიული ბევრი შაქარი აქვს თუ რატო შაქარიც აქვს სგუშონი შედედებული რძე შესქელებული რძე თუ შედედებული რძე მაგასაც უმატებენ გააჩნიას დაუმატებ პრინციპში მაგასაც დამოკიდებენ შაქარი ფქვილსაც უმატებენ ფქვილი არ ჭირდება ნუ ერთადერთ კარაქს უმატებენ კი კარაქსაც უმატებენ ეგ გამოსჩა ღმერთო შარმიშვე ხო და აი ეცადეთ რომ ის არ ჯობია ეს ბევრი დღე უგემურის ჭამს რაღაც რამოდენიმე 2 დღე 3 იყოს მაქსიმუმ და მიაწყდით პასკას 3 დღე მაქსიმუმ ხო და უკვე შეკვეთები დღესაა აქ და აი ადამიანი შეკვეთები ძალიან კაი რო აქვს მაღაზიაში ყველგან დევს უკვე ისეთი რომ აი თან ისეთი რა მაღაზიაში შეხვალ იქით და სადმე კი არა პირველი პასკა რო ეგრევე შეეჯაყო რომ მოვიდა ეს იტალიური პასკები რო იყიდება ხოლმე რაღაც ხო აი ეგ რა არის მე არც მახსოვს ნაჭამი მაგ თუ რაღაც ბევრი რაღაც არის ხო შეგნით ну გაჩნია შოკოლადითაც აკეთებენ ცუკატებით სხვა თხილეულითაც მაგრამ ზოგადად ეგ არის უფრო ფუმფულა ანუ უფრო ის არის ბულკივით არის მაგრამ ბევრად დიდი შრომა ჭირდება მაგას იტალიელები ცოტა რო აცხობენ შემდეგ და დაკიდო ამოატრიალო რომ ეს დიდი ბუშტები და ისინი გაიკეთოს შიგნით რო ჩაჭრიხო ძალიან ბევრი ის აქვს რა ქვია ასე ვთქვათ სივრცე ხო ნახრეტები ვიცი ხო და მაგ ნახრეტების გაკეთებას დიდი პროცესი და დიდი ის სჭირდება ცალკე ცომის სხვანაირი დამუშავება და ცალკე სხვანაირად მომზადება მოკლედ. მოკლედ ეს კულინარობა ძალიან რთული საკითხი არის მე აშკარად არაფერს თურნი არის, მაგრამ აი როგორც თქვი რა. მაგრამ რამდენიც სასიამოვნო ერთია და ცოტა თუ იცი, აი თქვა ოდნავ რაღაც აი ხორცი როგორ შეწვა ის პოსტნეუნ როგორ გაურია, როგორ დაამუშავა რაღაც პროდუქტები, აი ვინც აი წონის დაკნება დიეტა და მაგ ამბებშია ძალიან უმარტივდება ძალიან. აი საერთოდ რო არის კვერცხი როგორ უნდა შეიწვას რო არის ადამიანმა აი იმდენად დიდი ინფორმაცია დოს ინტერნეტში რომ აი ნებისმიერ დროს თუნდაც TikTok-ზე ჩაწერა რაღაცას და ეგრევე მინი რეცეპტებს გიგდებს ძალიან მარტივი. How to cook-ებით ხო? არა, არაფერს არ შემეძლე რეცეპტი. მაგრამ ნუ მე ისევ არ ვარ მაგალითი და ხალხმა უნდა გადაიწყოს, იმიტომ რომ გემრიელი კლებით, გემრიელი კვებით, გემრიელ კარგად კლება არის შესაძლებელი თავისუფლად. ზოგმა აი გააქვს თავარი პრობლემა, რომ რაღაც პროდუქტებიც უყვარს, თქვა რაღაც აი ბოსტნეული ბულგარული სტაფი რაღაცა, მაგრამ ანუ რო ამზადებს ისე არის ის გაკეთება და ისე უგულოთ და ისე აკეთებს, რომ ძალიან ცუდი გემო გამოდის და მე ვეღარ ჭამს ფიზიკურად. სხვათა შორის სანდრო კვებას რომ იგზავნიდა მან ბურგერებიც იყო ძალიან გემრიელი. კი, ხო, იყო. ნუ ჩვენ ძალიან ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავაგემრიელოთ დაბალ კალორიული კერძები და იმედია გამოგვდის. ჩვენი შეფებიც და გოგოებიც და ბიჭებიც ძალიან კარგად მუშაობენ მაგ საკითხზე. კაი, ქეთო, ჩვენ ეპიზოდი დასასრულს უახლოვდება, ძალიან საინტერესო იყო, ესე იგი კულინარების ვისაც უყვარს ჭამა და
ყველას უყვარს ჭაბა, უნდა გვიყუროთ აუცილებლად. და ბოლოს მაინტერესებს ბრის კითხვებივით მაქვს ხოლმე და ქეთოსთანაც მაინტერესებს მის პირადი preferences არჩევანი. ესე კი, ქეთო, ხაჭაპური თუ პასკა? ხაჭაპური. აი, ხაჭაპური უფრო უყვარს. ბურგერი თუ პასტა? პასტა. ტკბილი დილით გირჩევნია რომ მიიღო თუ ღამე? ღამე. მართლა? შოკოლადი თუ რა ნამუს? მნიშვნელობა აგიზეთ? მე ღამე არ მიყვარს ჭამას ერთად. ვერ ვიწყებ. ტკბილით ვერც მე ვერ ვიწყებ, მაგაში მართალი ხარ. თუ მასე შევხედავთ მართალი ხარ, ხო? შოკოლადი თუ ნამცხრები? ნამცხრები. სახში გაკეთებული თუ შეკვეთილი? ის რა ორივეს თავისი აქვს რა. ასე ვთქვათ, მუღამი. მაგრამ ალბათ უფრო სახში გაკეთებული. კი, მეც გემრიელად. ნამდვილად. პიცა თუ ლობიანი? პიცა. მე ლობიანს ავირჩევდი. მე ლობიანი ყვენით ვეჭვენი. კაი სულგუნის ყვენი ლობიანი. ჭადი და ყველი თუ რა ნებისმიერი სენდვიჩი? ჭადი და აბა. და ნუ მოკე დანჩენი კი გავიარეთ რა გვიყვარს და რა არ გვიყვარს. ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის, ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი და ალბათ კიდევ უფრო საინტერესო იქნება შენი პარსკების მირთმევა, რასაც დღეიდან შევუდგები. ხალხსაც მეურჩევდი რომ აუცილებლად ერთ-ერთი არა მარტო წონის დაკნება და რაღაცა ჯანსაღად ჭამადები, ანუ ერთ-ერთი ყველაზე ცხოვრებაში გამოსადეგი სკილ არის საჭმლის მომზადების სწავლა. Basic პროდუქტების, აი მარტივი პროდუქტების მომზადება, ისწავლეთ საჭმლის მომზადებას. და შეიძლება აღმოაჩინო რომ მოგწონს და განიტვირთო მაგ დროს. კი, ბევრი იმაშება რომ აი რაღაც პროცესში ჩადის, ყველაფერს ივიწყებს და ისე უნდა მით უმეტეს გემრიელს თუ გამოგდის, დაჯდები შეჭამ შენთვის. ხო, გადასარავია. აი ჩემი რჩევა ეგ იქნებოდა რომ აუცილებლად. მოკლედ, ქეთოს Instagram-ს და ნუ სხვა სოციალურ ქსელები, რაც აქვს ეპიზოდში დის ქვეშ აღწერაში დავწერთ. მანამდე Instagram-ზე და სხვა სოციალურ ქსელებში დაგთაგავთ და აუცილებლად გვიყურეთ. დიდი მადლობა. დროებით აბა, კარგად.